ლექსია ასეთი სათაური აქვს, ეძღვნება სნოს ციხეს, ციხე ვარ, აუღებელი დამესხა ჯარი ლეკების, ვიდრე მე ვდგავარ, მამული არასდროს წაილეკების, თემი და ფიცი წმინდა, ვერავინ ყოვოს ბიწია, ყოველთვის მეიმედება ამოვანი და წიწია, ციხე ვარ, აუღებელი, ისევ რეკავენ ზარები, ტრის ჯარი შემოგვეპარა ვერაგი შესაზარები, ჩვენს მთასა და ბარს მოედო, მახვილით გადამსერავი, ვიდრე მე ვდგავარ, მამულო შენ ვერ გაგთელავს ვერავინ. როგორც უფალი სამშობლოც აქ ღაღადებენ ქვანია, ისევ მხარდამხარ იბრძვიან, წიწი და ამოვანია, ისევ სირცხვილის ცეცხლის წვავს, ვერ ისვენებენ ლეკები, ვიდრე მე ვდგავარ, მამულო, არასდროს წაილეკები. მოგესალმებით, ჩვენ პროექტის ფარგლებში ვისაუბროთ ხევზე, დღეს ვსაუბრობთ ხალხურ პოეზიაზე, კერძოდ სოფელ სნოსში არსებულ ძალიან მდიდარ ტრადიციაზე, რასაც ერქვა ხალხური მელექსეობა, სნოური ლექსი და ჩვენ ამ თემაზე საუბარ შევეცდებით ამ ტრადიციის დიდი გამგრძელებლის ბატონი ზაურ გოდერძიშვილის შვილთან ერთად. ბატონი კახა გოდერძიშვილი გახლავთ ისტორიკოსი, პედაგოგი, თავადაც წერს და ამავდროულად იცის ძალიან ბევრი ლექსიც და ამბებიც, ხო? როგორც იწერებოდა რა გარემოში და რა გარემოსთვისაც იწერებოდა ლექსები. ეს ერთგვარი გასაუბრება ლექსითი ფორმით, ხო? მოგესალმები, მადლობა რომ დაგვთანხმდი დღეს. აი რომ დავიწყოთ ზოგადად რა ფენომენი არის ეს აი სნოური ლექსი? კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ თემით ხართ დაინტერესებული და მადლობა რომ ჩემთან მოხვედით. პოეზია თვითონ ფენომენია და სნოური ლექსი თამამად შემიძლია ვთქვა რომ საქართველოს პოეზიაში ეს არის განსაკუთრებული და განსხვავებული ფენომენი. თუნდაც თუ გავიხსენებთ უახლეს ისტორიას, აი ეს მწყემსების გლეხებს რომ უწოდებდნენ და კლასიკური განათლება კი არა წერა-კითხვის უცხოურებსაც რომ ეძახდნენ, ზოგიერთი ეგრეთ წოდებული განათლებული საზოგადოების წევრები ერთმანეთთან შაერობდნენ რუსთაველის რითმით, ვეფხისტყაოსნის რითმით, მოქროსკვეთით 16 მარცვლიანი რითმით. სნოში არის ძალიან ბევრი დაკარგულია, რა თქმა უნდა, ის მართლაც შედევრები. შემორჩენილიც არის, რა თქმა უნდა. სნოში შეცდომის დაშვებას ერიდებოდნენ არა მხოლოდ თვითონ ამ რაიონის ხევის წარმომადგენლები, არამედ იმ რეჟიმის ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი. იმიტომ რომ დაწერდნენ ლექსს და ის ყოველ გამოძიებაზე მეტი და აღმატებული იყო. ესე თქვათ თუ მხილება უნდა და მხილების სახით არ ერიდებოდნენ, ასე ვთქვათ. და სნოს აქვს ასეთი ტერმინი სნოულებს, უძეგლო პოეტები. აი საბჭოთა დროინდელ პოეტებს უწოდებენ ასე. ანუ ეს პოეტები არის ის კატეგორია, რომლებიც არ ემსახურებოდნენ რეჟიმს. ანუ დიდ ამბებს არ უძღვნენ, წერდნენ სიმართლეს და იდგნენ ამ სიმართლით ხალხის სამსახურში. გასაგებია რომ რეჟიმთან რთული ურთიერთობა ჰქონდა მათ არც მწერალთა კავშირში ვინმე იწვევდა, არც ძეგლებს უდგამდნენ და ასე შემდეგ და უძეგლო პოეტები ქვია მათ, ამის კლასიკური განსახილება არის შალვერდი ღუდუშაური, რომელმაც ბოლომდე დაპირისპირებული დარჩა საბჭოთა რეჟიმთან. და ამ სოფელში მიუხედავად იმისა, რომ ამ სოფელში იყო სკოლა, ის ასწავლიდა ყანობის სკოლაში. იქ იყო. პირადად დედაჩემის მასწავლებელი იყო, დედაჩემი სოფლიდან არის და უშუალოდ თვითმხილული იყო და მე მითხრა, რომ ძალიან დიდი გაჭირვება აქვს გამოვლილი. თვითონ რეპრესირებული ოჯახის შვილი იყო, ხო, შალვერდი? რამდენიმე სიტყვით რო ვთქვათ.
ხო და ესე იმდენად დიდი გაჭირვებაში იყო რომ აი ხშირად აი მუგაზი ადრე არ იყო ბუხარის შესაძლებლობაც არ იყო და აგურში სასველებდა ნავთში და იმას ანთებდა მაგრამ ქედი არ მოუხრე ამ ადამიანს იმ რეჟიმისთვის ბოლომდე ასეთი შეუპოვარი დარჩა ძალიან ბევრი ლექსი არის შემოწიგნადაც არის გამოცემული აი ერთი სტრიქონით შემიძლია შევაფასო რა დამოკიდებულება ჰქონდა მას საბჭოთა რეჟიმთან ასეთი ლექსი აქვს ჩემი გარდაცვალება სრულად არ მახსოვს მე ეს ლექსი ასე ასრულებს ამ ლექსს მოხეურად ასრულებს სნოურად ასე ვთქვათ აი კომკავშირელებს რომლებიც ყიდიდნენ თავის სინდის მამულს ენას და სარწმუნოებას მოკლედ ვთქვა ასე ასრულებს ამ ლექსს აქაც და იქაც ჩვენი გზები თავთავადია ანუ ხადასხვა ეს შალვერდი არის კლასიკური მაგალითი ასე ვთქვათ სანიმუშო თუ ვიტყვით მისი წიგნი არის ლექსი ალბათ დაიკარგა იმიტომ რომ ერთმანეთთან საუბრობდნენ ხა მე მაგალითად პირადად შემწევარ მამა ჩემი და იორამ გუდუშაური როგორ წუთებით კი არა თითქმის 1 საათից თუ მეტი არა ერთმანეთთან როგორც ახლა ჩვენ ესე ვსაუბრობთ ისინი ლექსებით საუბრობდნენ ახლა იმას მაშინ რას ტექნოლოგიური საშუალებები იყო და მას ვერ მოასწევდა ფიზიკურადაც კი ვერ მოასწევდა იმის რომ ეს ჩაიწერა ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო აქ უშუალოდ ჩვეულებრივი მოვლენა არიან ესეთი წარმომადგენლები იყვნენ აქ მე უფრო გადმოცემით ვიცი იმიტომ მესნოში არც დაბადებულვარ და არ გავზრდილვარ ასეთი პიროვნება იყო ხართიშვილი გრიშა რომელიც საოცარ შედევრებს წერდა თურმე რომელიც ფაქტიურად დაკარგულია რომელიც ასე იგი წინააღმდეგი იყო თეთრი ლექსების. და ესეთი გამონათქვამი აქვს ცნობილი ფაქტია რომ ვეფხისტყაოსანს მზითებში ატანდნენ და დუშმნის ქალასამს გაჰყვება თეთრი ლექსების მზითებიო ეს გამონათქვამი მახსოვს ძნელია გამოყოფა იცით ფაქტიურად ყველა შაირობდა აი ხა ჩემს მეხსიერებაში ითვლებოდნენ ხო ზაურ გოდერძიშვილი მამა ჩემი და იორამ გუდუშაური ეს ისინი ლიდერობდნენ ამ უძეგლო პოეტებს ასე ვთქვათ ასევე იყო ვაჟა გოდერძიშვილი დღეს ცოცხალი არის გივი გუდუშაური რომელიც ძალიან ბევრი ამბის მომსწრე არის მე გადმოცემით რაც ვიცი ის თვითონ თავის თვალით აქვს მას ნანახი ეს ყველაფერი ვაჟასთან ლექსობდა ხო უმეტესად გივი იმიტომ მამა ჩემის გარდაცვალების მერე ასე ვთქვათ აი როგორც რაღაცა გადადის ხო ის ძალაუფლებიდან რაღაც ტიტული ხო ესე ის კალმის ფლობელი ვიღაც უნდა ყოფილიყო აი გაიხსენებს ხოლმე რომ მამა შენმაო კალამიო მე გადმომცაო და მე ამ კალმისთვის ვაჟა და გივი ერთმანეთს ეპაექრებოდნენ ასე ვთქვათ თუ რომელი იყო უფრო ძლიერი ბევრი იყო ძალიან ფაქტიურად ყველა ლექსობდა და შაირობდა ასე რომ ვთქვათ აი ეს აჩხოტში სადაც ხანე ცხოვრობ გელაშვილი შოთა იყო ფირანიშვილი ვახტანგის მამა ჩემის თაობის ერთმანეთთან მოშაირეები გავიხსენოთ მაშინ აი გამორჩეული და ნუ რა თქმა უნდა ამაზე უნდა ვისაუბროთ უმეტესად და როგორ დაიწყა ხო არ გახსოვს ხო არ მოუყოლია თუ ეს იმდენად თავისთავად მოვიდა რომ დასაწყისი არ ახსოვდა აი ან პირველად რა თემაზე ილექსა ან ვის ელექსა იმ წინა თაობიდან უფროს თაობას ვის ელექსა
მე როგორც მახსოვს, ესე იგი იმდენად მაინტერესებდაო ეს თემები, საერთოდ უხუცესთა საუბრებარიო, რომ უხუცესებთან ვერ დაჯდებოდნენ, ეხლაც არის ჩვენთან ეგ ტრადიცია შემორჩენილი და ჩუმად ისეთ ადგილზე დავჯდებოდი ხოლმე, რომ მათი საუბარი მომესმინაო. და იმათ შაირებს რო ვისმენდიო, ძირითადად აი იქიდან თავის დაუნებურად დაიწყო ეს ყველაფერი. ბავშვობაში ალბათ თვითონ ბავშვობის დროსაც აი ბავშვი რაღაცას ამბობს თავისთვის რომ ღერის ან რაღაცას თავისთვის უბუტყუტებს ლექსებს ამბობდა თურმე. ეს ის ნიჭია რომელიც თავისთავად იფურჩება. ახლა პირადად მე მაგალითად 21 წლამდე არ დამიწერია არაფერი და სულ მეუბნებოდი რატო ვერ წერო ის ხალხური მელექსის შვილი ხარო და ვერ მეთქი წერ და რა უკანა და მე თვითონ მოვიდა. თვითონ არც სწავლებია ვინმეს ესეთ გარემოში მისდებოდი და მე თავისთავად მოვიდა. აი წერან რო თქვი ყველას მეთქი ეშინოდა აქ შეცდომის დაშვების და უფლებას ვერ აძლევდნენ თავის თავს. აქ დანიშნულმა ერთ-ერთმა რაიკომის მდივანმა თავის დაუნებურად დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც შიხაშვილი იყო გვარად, რომელმაც ბაქოში იმ დიდ ალიევთან იყო ვიზიტად. ეს საბჭოთა წყობილობის დროს და მოვიწყინეოდა ლექსი გამომიგზავნეთო სომრებსო დაუბარა ეს თავისთავად იყო შეცდომა, იმიტომ რომ მას ეგონა რომ საქებარ ლექსს გაუგზავნდნენ და აქ ეგეთი ლექსები არ იწერებოდა. გაუგზავნეს ლექსი, რომლის შემდეგაც მან ფაქტობრივად შეწყვიტა ვიზიტი და ჩამოვიდა და ეძებდა ავტორს. ვინ დამიწერეთო და აი ხო სადაც ჩვენ ვართ სადღაც ალბათ აქ იჯდნენ ის სნოველი მწყემსები და ვიღაცამ თქვა აი წარმოუდგენად ამის ძნელი არ არის, იმიტომ ესეთი რაღაცები მინახავს მე საკუთარი თვალით როგორ იწერება. რომ აი ლექსის დაწერა ლექსი მოგთხოვაო და ალბათ ესე იქნებოდა რა თქმა უნდა რომ ესე იციან ეხლაც ჩემი ყურით რომ მიდიო შააგდერით მაიო. ერთმანეთს დაძახიან, თმა შააგდეო, ნუ იმ რითმას მე წელზე დაატრიალებდნენ ასე ვთქვათ. ესე დაიწერა ალბათ ის ლექსი. მე ხან არ მახსოვს ეს თავიდან ბოლომდე, რაღაცა მახსოვს. გავიხსენოთ აბა რა. ესე იგი ამის პასუხად დაუბრუნეს ხო რომ მოიწინა. ხო, ანუ მოითხოვა ლექსი და დაუწერეს ლექსი ასე ვთქვათ. შეწყვიტა ვიზიტი და ჩამოვიდა ეძებდა ავტორებს. ნუ ალბათ უნდა დაესაჯა თუ რა უნდა ექნა, არ ვიცი ხა. მინდა ასჯევინებდა ასე თავის თავს მაგრამ. ესეთ ლექსი დაუწერეს მისალმების ეტიკეტით დაიცვეს ასე ვთქვათ. პოლიტბიურო გილოცავს ახალ წელს წყალკურთხევასა. ბაქოში შენი ვიზიტი ალიევს როგორ ევასა. გიქებთ ნიჩბისის შენებას ქარის კედლების ნგრევასა. ტალსტა ლობიკის შუბლი გაქვს რა იქ დაგმართებს წნევასა. ქიჩეთ ინგლისაი შეესწროს შენსაკად გადავლევასა. ეს ახლა ქარის კედლები იყო ყანობის პირდაპირ და ეს კაცი ნიჩბისიდან იყო და იმას ანგრევდა და იქ აშენებდა. იმას ასე თქვა და ნუ ტალსტა ლობიკის შუბლიო რო უწერენ, ეტყობა რომ ვიზუალურადაც ესე გამოიყურებოდა და სინდისითაც ხო და ამ ლექსის მე ხა კიდე არ მახსოვს ახლა ჩემამდე რაც მოღწე იქ დავიმახსოვრე და იქ დიდი ლექსი არის ვამბობენ და ორიგინალი არ მინახავს და ეს კლასიკური მაგალითად ახლა მაგ თვითეული სტრიქონი არის ერთი ადამიანის ნათქვამი. ერთმა დაიწყო და მე ასე ვთქვათ წელზე დაატრიალეს ასე ვთქვათ. 33-37 წლების ფირანიშვილ მერაბის ქონდა მაგის ლექსი ჩაწერილი და მე არ ვიცი ეგ ზეპირად აი იმ რეპრესიების დროსაც დაუწერეს რაიკომის მდივანს რომ ცრუ დაპირებას ძლეოდა რაღაც არჩევნების წინ და აი კლასიკური ნიმუში არის ასევე ესეთი ფაქტი სკონდა ადგილი რომ ფშავში იყო თურმე ერთი მელექსე დედაკაცი
რომელიც თავის რძლებს უწერდა ლექსებს ამ შაირებს და ასე ჯიჯიდა ალბათ ერთგვარად. და ერთ-ერთი ძალიყოლია მოხევე და მათ შორის ეს ძალდედამთილიანი იმდენად დაიძაბა თურმე რომ ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე მივიდა და ეს ახალგაზრდაც იყო თან მოხევე და სცემა ეს ფშაველი დედაკაცი და მან დაუწერა ლექსი ეტყობა რომ მთლიანად ხები მე არ ვიცი ეს ლექსი არ წამიკითხე. მთლიანად ხევზე იძია შური. და მოვიდნენ მამაჩემთან და უთხრეს რომ საპასუხო ლექსი არისო დასაწერი. ესეთი ლექსი არის პასუხი ფშაվել მელექსეს მოხევე რძალზე თქმული. ლექსი როგორღა დასწერე მოხევე რძლისგან ნაცემმა ეტყობა ვეღარ მაასწარ მის კლანჭებიდან გაქცევა ავლიპთან მიდი არ გქონდეს მაგთავში სისხლის ჩაქცევა მიზეზ რადარს წერ ცემისას რა დააშავე რად გცემა სად გაგონილა უღრუბლო ზეციდან მეხის დაცემა ალბათ წაწალთან წაგასწრო ვერაიტანა შარცხვენა რადარს წერ შენმა მოკრივემ რომელ თანრიგი აჩვენა რომელი უფრო გზარავდა მარცხენაი თუ მარჯვენა რა ვიცი არ შევია კი მოხევის სრეულს აცდენა რძლად რაღა მოხევე შახვდა დაიწოს შენი გაჩენა ეგ მაშინ უნდა გეკითხა როიწყერ ძლების არჩევა ზოგჯერ შენც დააყენოდე ეგ მწარე ენა ფშაური ენის წვერზე რომ დაგადონ უცებ დადნება შაური გილოცავ გადარჩენასა გოდერძიშვილი ზაური ესეთი ლექსი დაუწერა და პასუხი აღარ მოვიდა რომ ეტყობა რომ პასუხი აუცემელი იყო ეს ეს არ მოაჩენს თვითონ ეს სნოურ იმას რომ არ ერიდებოდნენ თუნდაც ფშავს რომელიც და ასეთ ის გამახსენდა ეხლა მე ფაქტი ეს დიდხანს აცოცხლოს ღმერთმა ღუდუშაური გივი ცოცხალია ახალგორში ტარდებოდაო ფესტივალი ხალხური ზეპირსიტყვიერების ხალხური თვითონ ზეპირსიტყვიერების თვითონ ხალხური შემოქმედების სიმღერების და ეს იყო და ესე იგი ეს გივი ახლა კიდევ უფრო კარგად მომიყვება ხოლმე რომ მე და მამა შენიო ავედითო სცენაზე და ასეთი რაღაცა უთხარითო რომ აი ჩვენ ორნი ყაზბეგის რაიონიდან დგავართო სცენაზე და იქ 5 თუ 6 რაიონი იყო დანარჩენი რაიონებიდან ამოდითო ყველა ვინც ხართ მოლექსე და ვიშაიროთო და პასუხი იქ დარბაზიდან არ მოვიდნენ რომ პასუხი დარბაზიდან იყო რომ ჩვენო ერთმანეთს არ ვიცნობთო და მამაშენმა ესე გადაძახა რომ ამოდითო და ლექსი გაგვაცნობსო და ვერ გაბედეს ამოსვლა მე რექტაში დაგვიკრესო იქ მაყურებელი იყო ანუ ეტყობა მანამდე შეეჯახნენ ერთმანეთს და მიხვდნენ რომ ძალიან რთული იქნებოდა სნოურნიჭთან პასუხის გაცემა ხო შეჯახება და შეკამათება ასე ვთქვათ რამდენი ლექსი აქვს თუ დაგითვლიათ მამას მე ახლა ისევ მოძიების რეჟიმში ვარ იმიტომ რომ ლექსი ვიბადებოდა ძალიან სწრაფად ასე ვთქვათ აი იმ მომენტში ზეპირად რასაც ამბობდა აი იყო ესეთი შემთხვევა უცებ მოითხოვდა კალამს და ფურცელს და ადრესაც უცებ დაუწიოდა და გაატანდა და ესეთი ლექსების უმეტესობა დაიკარგა გაგზავნილი რაც იყო პირს არიტოვებდა თვითონ ხო არა საერთოდ არა მე მომაკითხავდნენ ხოლმე ხო ბავშვი ვიყავ ოჯახში მოდიოდნენ რომ მამაშენს ლექსი დაუწერიაო და მე მეთქი რა ვიცი ჩვენ კი არ გვეუბნება ამ ლექსებს უმეტესობა ძალიან დიდი ნაწილი ისევე როგორც მთლიანად სნოს პოეზიის დიდი ნაწილი დაკარგულია სამწუხაროდ ეს მისი ხელნაწერია ხო არა ჩემი ხელნაწერია მისი ხელნაწერის მაქვს 9 წელი უსინათლო იყო და ლექსით გააცილა თავის სოლიზმა და ჩვენ მოგთხოვა კალამი და ფურცელი ჩვენ წავედით იქ სამძიმარზე და როცა მოვიდით თვითონ დაგვდა დაწერილი ლექსი მაგას ვერ ახსენ როგორ გააკეთა უსინათლო დაწერა ლექსი თვითონ თავისი ხელით და იმას ვინახავ როგორც ელიქვიას და ხელნაწერები ფაქტობრივად არ მაქვს მე იმიტომ რომ აი ესეც ძლივს გადავარჩინეთ ასე ვთქვათ დაკარგვას პირდებიან რომ მოგაწვით მაწვდიან მაგრამ
ასე თუ ისე ლექსის ვიცი და ხვდები რომ იქ დამატებული არის რაღაცები და ეგეთ ლექსი. მე კი შემიძლია ჩავასწორო, მაგრამ ეგეთ მამაჩემის ლექსი აღარ იქნება უკვე. ლექსების გარდა სნო გამოირჩეოდა თავისი מחვილგონივრული გამონათქვამებითაც. ეს მარტო კაფის სახით არ ხდებოდა და ლექსის სახით. თითოეული სნოველი რაღაც აი კოლორიტი არის ყველა ფაქტიურად იყო ყოველ შემთხვევაში და ეხლა ახალ თაობაშიც არიან ამის მაგალითები. ეხლა მე მაგალითად მახსოვს თვითონ ვახუშტი კოტეტიშვილთან მეგობრობდა მამაჩემი და თუ არ ვცდები 78 წელს იყო 1978 წელს ფილარმონიაში იქაც ყავდა მიწვეული და როდესაც ასე ვთქვათ მე თვითონ ვახუშტი კოტეტიშვილი ამბობს იქ ნანახი მაქვს საზოგადოებრივ არხმა ერთხელ გაუშვა ეგ ჩანაწერი ესე იგი წვერგასაპარსი იყო მამაჩემი იმიტომ რომ ვიღაცას გლოვდა თურმე მაგრამ საქმეს არ ეღალატებოდა ასე ვთქვათ იქ მაინც უნდა გამოსულიყო და შევეკითხეო ვახუშტი კოტეტიშვილი ამბობს რატო ხარო წვერგასაპარსიო და ჩვენთან ჯერ პარსვა არ დაწყებულაო ასეთი პასუხი გამცაო მაგრამ ასე ყვებოდა ამ ამბავს რომ ეს უფრო შემოქმედებითად მიუდგაო ვახუშტი კოტეტიშვილი ეს მან გაიგონაო იქ რო ვიჯექიო მე ვიზე გავიდოდნენ ხო იქ სცენაზე იქ ხუმერთან იყვნენ მთელი ეს რაიონების და მომინდომესო გაშარჟება დანარჩენი რაიონების სახალხო მთქმელებმაო და ეს რა არისო რამხელათმა წევრი გაქვსო და ამ თემაზე დაიწყესო და ვაცადე და ბოლოს უთხარიო რომ ჩვენთან ჯერ პარსვა არ დაწყებულა თქვენ ადრე დაუპარსი ხართ თქვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეობისო და გაჩერდნენო და აი ამით გამოირჩეოდა სნო აი თვითონ ლექსების გარდა מחვილ გონივრული გამონათქვამებითაც ასე ვთქვათ განთქმული იყო მიჭის მამაზე საუბარი ეს ხარო ყოფილიყო უფრო ბესვისა და ამდენი ინფორმაცია სხვაზე რომ მქონოდა უფრო მეც ვისაუბრებდი დიდი მადლობა მინდა გითხრა დღევანდელი საუბრისთვის დავემშვიდობოთ ჩვენს მსმენელს მადლობა კიდევ ერთხელ